მოგესალმებით. მივესალმები საქართველოს იმ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ოპოზიციურად აზროვნებს, იმიტომ რომ მიმაჩნია ეს იმსახურებს მოსახლეობის ეს ნაწილი იმსახურებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და ძალიან დიდ პატივისცემას. მე თავს მივცემ უფლებას, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გამოვხატო და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ დროა საქართველოს ყველა მოქალაქემ გავაფრთხილოთ მთელ მსოფლიოში არსებული ყველა იმ არაკეთილი მოსურნე ქვეყნების, არაბები იქნებიან, ირანელები იქნებიან თუ სხვა ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებთაც უნდათ ჩვენს ტერიტორიაზე მასობრივად ჩასახლება, მიწის ნაკვეთების ყიდვა და თავიანთი კულტურით, თავიანთი ტრადიციებით და თავიანთი სამხედველობაში ჩვენ საზოგადოებაში შემოსვლა, რომ უნდა იცოდნენ, რომ მათ უფლება არ აქვთ დაიკავონ საქართველოს არც ერთი გოჯი მიწის მტკაველი, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა სისხლით, შეინარჩუნა ხმლით და შეინარჩუნა ბრძოლით და თუ დღემდე მოვედით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ არსებობას და ის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, საქართველოში აპირებენ, რომ შექმნან რეგიონები, რომლებიც იქნება იგივე ღაზას ტერიტორიის მსგავსი დასახლებებით, რომლებთაც მერე მომდევნო პერიოდებში, მომავალში ექნებათ უფლება მოითხოვონ ავტონომია, მოითხოვონ კულტურული რაიმე ავტონომიური უფლებები, ან რელიგიური, ან ასე შემდეგ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და არავის არ აქვს უფლება იყიდოს საქართველოს ტერიტორია. მიწა, რომელიც კონსტიტუციით არ შეიძლება რომ გაიყიდოს. შესაბამისად, ყველა ის ფიზიკური პირი, იურიდიული პირი თუ ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვისთვის იყიდის ბინას თუ საკუთარი თავისთვის, ის არაკეთილსინდისიერ შემძენად შეიძლება მოგვიანებით იქნეს აღიარებული და წინასწარ შეგვიძლია გავაფრთხილოთ ისინი, რომ ჩამოსახლდებიან, იყიდიან ტერიტორიებს და იყიდიან მიწას საქართველოს ტერიტორიაზე, იყიდიან ქონებას საქართველოს ტერიტორიაზე. იმიტომ რომ მოვა დრო, მოქმედი ხელისუფლება წავა და ჩვენ ამ მოქალაქეებს ჩამოვართმევთ მათ მიერ შეძენილ ქონებას, თან ისე, რომ კომპენსაციასაც არ დაუბრუნებთ უკან. მიზეზი იქნება სწორედ ის, რომ ისინი არაკეთილსინდისიერ შემძენებას იქნებიან აღიარებული. მათ უნდა იცოდნენ, სად ყიდულობენ უძრავ ქონებას, აქვთ თუ არა ამ ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვის უფლება, აქვთ თუ არა ამ ქვეყანაში რა უფლებით აქვთ ამ ქვეყანაში დამკვიდრების უფლება. შესაბამისად, ეს არის ყველაზე სერიოზული გარემოება, რისი გადაფარვაც სურს მოქმედ ხელისუფლებას იმ გახმაურებული დაკავებებით, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი. კერძოდ, მე მაქვს მხედველობაში ლილუაშვილის და ახალაიას დაკავებები. ჯერ ერთი მოქმედი ხელისუფლება, როგორც ვფიქრობ მე, ძალიან განაწყენებულია იმაზე, რომ ფიქრობენ, ასე ვთქვათ, აქვთ დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლილუაშვილმა ჩაუტანა საზღვარგარეთის საინფორმაციო საშუალებებს და მე ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურებსაც ინფორმაცია
იმის თაობაზე, რომ მომიტინგეების მიმართ იქნა გამოყენებული ქიმიური ნივთიერება. მე არ ვიცი სახელდებით რას მოედავება პროკურატურა დილუაშვილს, პროცესი დახურულია. თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან, საქართველოს მართლმსაჯულების მხრიდან ამ პროცესის დახურვა არაფერს არ ნიშნავს. განაჩენი ყველა შემთხვევაში გამოცხადდება და უნდა გამოცხადდეს საჯაროდ. და განაჩენი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული. შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობა ყოველთვის გავიგებთ რა ედებოდა ბრალად ლილუაშვილს და რა არ მოსწონდა ამ ხელისუფლებას. ის რომ ლილუაშვილმა გაიტანა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკუთარ ხელისუფლებას სურდა, საკუთარი მოსახლეობის სიკვდილი, იმიტომ რომ მათ გაბედეს და საწინააღმდეგო მოსაზრებით გამოდიან ქუჩებში, აფიქსირებენ თავიანთ უკმაყოფილებას და როგორ გაფედეს, ამიტომ ისინი სიცოცხლეს არ იმსახურებენ, ამიტომ ისინი უნდა მოკვდნენ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში უნდა მოქმედ ხელისუფლებას დიქტატურის დამყარება. საამისოდ ხელისუფლებამ შეცვალა კონსტიტუცია, შეცვალა მიმდინარე კანონმდებლობა, ხალხს აუკრძალა სიტყვის თავისუფლების გამოხატვის თავისუფლება, აუკრძალა მათთან შეთანხმების გარეშე მიტინგები, საპროტესტო სხვა აქციები და ასე უთხრა, რომ შენ იცი რა, ვერც საპროტესტო აქციას ვერ მოაწყო, ვერც დადგები ტროტუარზე და ძალიან მალე, როგორც ვატყობ, კუხნაშიც კი აგვიკრძალავენ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას. იმიტომ რომ მოსახლეობას არ მოსწონს ფასები მაღაზიაში, არ მოსწონს კომუნალური გადასახადები და მათი მომსახურების დონე, თუნდაც წყალზე, დენზე, რომელიც სისტემატურად ცვალებადია, წყალი, რომელიც სისტემატურად არ მოდის, სადღაც რაღაცა ყოველთვის ფუჭდება, დენი, რომელიც ყოველთვის წვავს ყველაფერს, არ მოსწონს საწვავის ფასები, არ მოსწონს პროდუქტების ფასები, არ მოსწონს დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ექიმების მომსახურება, არ მოსწონს სასამართლო, არ მოსწონს პარლამენტი, არ მოსწონს მთავრობა და თვითონაც არ მოსწონს თავიანთი თავები. იმიტომ არის, რომ ყოველ მეორე დღეს იჭერენ თავიანთვე გუნდის წევრებს. თვითონ არ მოსწონთ თავიანთ თავი, მაშინ რატომ უკვირთ, რომ მოსახლეობას არ მოსწონდეს ისინი? რატომ უკვირთ, რომ მოსახლეობას უნდა გამოსვლა საპროტესტო აქციაზე? ვერაფერს ვეღარ გამოასწორებენ. ქართული ოცნების ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩაბღაუჭებულები არიან ხელისუფლებას და უნდათ ამ ხელისუფლების შენარჩუნება. ვერც ამ ფორმით და ვერც მომავალ ერთადერთი პერსპექტივა, რაც მოქმედ ხელისუფლებას აქვს, ეს არის ჰააგის სასამართლოს ტრიბუნალი, რომელზეც აუცილებლად წარდგებიან, მინდა გითხრათ. ერთადერთი გასაქცევი გზა, სადაც აქვთ, ეს არის რუსეთი. და მიყავთ, მიაქანებენ საქართველოს რუსეთისაკენ, იმიტომ რომ არ გამოუვათ ეს. არავის არ მოსწონს რუსეთი მათ გარდა. პრინციპში პირველივე გავრილოვის პირველივე ღამესვე შეგვიძლია ჩვენ ქართველ ხალხს გვევარაუდა, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ რუსულ პოლიტიკას ატარებდა. მაგრამ რადგან მოგვიანებით უკვე აი ამ ინციდენტის გამო გადადგა იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ვიფიქრეთ ჩვენ ყველამ, რომ ჩვენ ვცდებით რაღაცაში, რომ ხელისუფლებას უნდა დასავლეთის კურსი და ის, რომ უნდა მოგვეთმენა ეს ასე ვთქვათ პატარა ინციდენტი. იმის შემდეგ ორჯერ გადაიწერა კონსტიტუცია. ორჯერ მოერგო პიჯაკივით ბიძინა ივანიშვილს საქართველოს კონსტიტუცია და ეს გააკეთა კობახიძემ, ზუსტად იმან, ვინც გავრილოვი ჩასვა თავის სავარძელში. ამის შემდეგ უკვე რამოდენიმე წლის მერე ვგებულობთ, რომ თურმე ჩვენი მეგობრები დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები კი არ არიან, ვინც საქართველოს
ეხმარება პირველივე დამოუკიდებლობის პირველივე დღეს, არამედ ყოფილან თურმე ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც მცოცავი ოკუპაციის პერიოდში ყოველ დღე მიაქვთ ჩვენი მიწა და ჩვენი წყალი და დღეს ხელისუფლების ეს წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ არაბები ჩამოგვისახლონ. ეხლა არაბების ჩამოსახლება პირველი არ არის საქართველოსთვის. არაბების მცდელობა, რომ ფეხი მოიკიდონ საქართველოში. და თუ მაშინ ვერ მოახერხეს, ვერც ახლა ვერ მოახერხებენ რა. მაგრამ ეს საკითხი რომ დაამთავრებს ამ ხელისუფლების მმართველობას, ეს ნამდვილად ვერც ლილუაშვილის დაკავება ვერ გადაფარავს ამ საკითხს და ვერც ახალაიას, რომელიც სხვათა შორის ახალაიას საკითხთან მიმართებაში. ახალაია თავის დროზე უნდა გაესამართლებინა არა ქართულ ოცნებას და არა იმიტომ, რომ ქართველი ჯარისკაცები წვიმიან ამინჩი ჯარისკაცებს წვიმიან ამინჩი ჩაუტარა წვრთნები და როგორ გაბედა. თურმე ეს წამების ტოლფასია. როცა მტერი შემოდის საქართველოში, აუცილებლად კაიანინდები უნდა იყოს, რომ ქართველი ჯარი შეებრძოლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ წვიმაა, როგორ შეიძლება წვიმაში არ არიან ჩვენი ჯარისკაცები, არ იქნებიან გაწვრთნილები, რომ წვიმაში შეებრძოლო მტერს. აი ჩვენი პოლიციელებიც ესეთი ნაზები და კარქები რო არიან, სილის გაწვნის გულისთვის, რომ მორალურ ტკივილს და უდიდეს ტანჯვას განიცდიან საიმისოთ, რომ 7 წლიანი პატიმრობა კიდევ ალბათ ძალიან იოლის სახველია, ასე ვთქვათ, იმისთვის, ვინც გაბედავს და სილას გააწნავს პოლიციელს. ყოველ შემთხვევისთვის გადაუბრუნდები იმ საკითხს, რომ მოვლენები, რომელიც საქართველოში ვითარდება და ამ მოვლენებით უნდათ იმის გადაფარვა, რომ მოქმედი ხელისუფლების წევრები ყიდიან საქართველოს, მე ვფიქრობ, რომ დიდი არაფერი გახმაურებული მოვლენებია, თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. დაკავებების ამ სერიით მე ვფიქრობ, გარკვეული ტელევიზიის წარმომადგენლებს სურთ, რომ შექმნან დაკავებული პიროვნებებისაგან გმირები. არ გამოვა. იმ ეგრეთ წოდებულ ბჭყალებში ნაციონალური ტელევიზიების გასაგებად საუბრობ ამ მითითებით, საუბრობ ამ ყველაფერს, რომ არ გამოვა ახალაიასგან გმირის შექმნა. ჩვენ ყველას შეიძლება ეხლა ახლანდელი ახალგაზრდობისთვის უცხოა ის ბრალდებები და არ იციან ჩვენ რას ვედავებოდით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, თვითონ სააკაშვილს, თვითონ ახალაიას და მერაბიშვილს და ვინც იყვნენ იმ პერიოდში ყველა იმ თანამდებობის პირებს, სხვათა შორის ძალიან ბევრი თანამდებობის პირის სახელი და გვარი იჩხმალება, ასე ვთქვათ, ფიქრობენ, რომ ისტორია არ დაგვავიწყდება არაფერი. ის რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ სააკაშვილი გაასამართლა პიჯაკებისთვის, ნაყიდი ღილებისთვის, ხო? და არა იმისთვის, რაც გააკეთა რეალურად. ერთი ამის უფლება არც ჰქონდა, თვითონ წესით და რიგით, ყოველთვის ვამბობდი, სააკაშვილი უნდა გაესამართლებინა ჰააგის სასამართლოს. მასალები უნდა მოეგროვებინა ქართულ ოცნებას და ეს მასალები უნდა გადაეცა ჰააგის სასამართლოსთვის. სააგის სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა საერთოდ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის, როგორც ასეთი რეჟიმის გასამართლების კანონიერების საკითხი. და თუ ჰააგის სასამართლო იტყოდა, რომ სააკაშვილი არის უდანაშაულო, რომ იმ პერიოდში ციხეში განვითარებული მოვლენები ის კარანტინის დაშლა იქნებოდა. საქართველოს 1/5 მოსახლეობის ციხეში გამოკეტვა, რომ ყველანი დამნაშავეები იყვნენ საქართველოში. ოჯახი არ არსებობდა, რომ პატიმარი არ ყოლოდა. ის რომ
შეუსაბამოდ მაღალი წლები ურიგდებოდა სულ ყველას. ის რომ დაიწყო ინდულგენცია, ის რომ დაიწყო მათი, ასე ვთქვათ, უსასტიკესი მეთოდებით პატიმრების წამება, ადამიანების ხოცვა ქუჩაში, შევარდნებია სახში. და ამის ავტორები დღეს გამოდიან და აღშფოთებას გამოხატავენ მოქმედი სასამართლოების მიმართ. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი რა ყველას წინაშე, მაგრამ არც სასამართლო გამოცვლილა, არც პროკურატურა გამოცვლილა, არც პოლიცია გამოცვლილა, არც არავინ არ გამოცვლილა. პარლამენტშიც იგივე ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. მთავრობაშიც იგივე მეთოდებით იმართება ყველაფერი, არც კანონმდებლობა არ შეცვლილა დიდად. უბრალოდ სანქციებში შევიდა ცვლილებები, რომ დღეს დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ არ ყოფილიყო სასჯელის ზომა ისეთი, როგორიც ადრე იყო. რომ ფაქტიურად სამუდამო პატიმრობას უთანაბრდებოდა იმდროინდელი სანქციები. მე ვამბობ, სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულისთვის გათვალისწინებული პატიმრობის ვადა. ეს არის სანქცია, რომელიც იყო 25 წლიდან ზევით. ახლა ეს მინდა შევახსენო. 10 წელი მოიხადა საუკეთესო პირობებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ каранტინი არ დაშლილა მისი პატიმრობის პერიოდში. არავინ არ უცემიათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას აუცილებლად ექნებოდა ის მოსასვენებელი ადგილი, ლოგინი, სადაც არ შეეზღუდებოდა დიდად ძილი საათები. კვება, რასაც მოკლებული იყვნენ იმდროინდელი პატიმრები. თუ რა თქმა უნდა ცოცხლები გადარჩებოდნენ каранტინის შემდეგ. და ვინც გამოვიდოდა ციხიდან, თუ ჯანმრთელობა ჰქონდა შერჩენილი კიდევ, ხო? რომ აი ეს ამ ადამიანებს მერე გაეგრძელებინათ ცხოვრება. იმიტომ რომ ვერსად ვერ იწყებდნენ მუშაობას. და დღეს ეს პიროვნება გამოდის და აცხადებს, რომ რატომ უნდა დაიხუროს პროცესი, მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებოდნენ მართლა, მე გავიხსენებდი მუხროვანის საქმეს. როცა მოწმეები ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს თხრიდნენ მათი მმართველობის პერიოდში, რა ჩვენებები ჰქონდათ მიცემული. გავიხსენებდი თეთრაძის მკვლელობას, როდესაც მუხროვანის საქმე, ასე ვთქვათ, გახსნეს, როცა ხელისუფლების ვითომ დამხობის მიზნით აბსურდული რაღაც თეორიები ჰქონდათ, როგორ მოდიოდნენ ჯარის ნაწილები, სატანკო ბატალიონის ნაწილები, როგორ უნდა გადაეკეტათ თბილისი. და დღეს ქოცები ამათ ასამართლებენ მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რომ საქმეში იყო Wi-Fi-ის მოხმარების საათები. ესე იგი ინტერნეტის მოხმარების საათები. იგივე იყო მუხროვანის საქმის მასალებში, სუსტად იგივე. საერთოდ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება. მაგრამ არცეთ იქ პატიმარს 20 წელზე ნაკლები, რა ვიცი, 19-20 წლიანი, 25 წლიანი კამფეტებივით ჩამოურიგეს სასჯელები. საქმეში არაფერი არ არსებობდა. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ იმაზე, რომ რადგან მეთოდები არ შეცვლილა, ნაციონალური მოძრაობის წევრები მმართველობიდან დაწყებული, რადგან არ შეცვლილა მოსამართლეები, რადგან არ შეცვლილა პროკურატურა, გამოძიების წილი და ასე შემდეგ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სატელეფონო ლაპარაკი ნამდვილად იყო შემდგარი. უბრალოდ ოცნების წევრებს არ აქვთ საამისო მტკიცებულებები. მე ვამბობ იმას, რომ კანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულებები. ქართული ოცნება ყველას უსმენდა. მე ვარ ერთი ადვოკატი,
და ბოლო 2016 წლის შემდეგ ყველა ჩემ დაცვის ქვეშ მოყავს უსმენდნენ. ეს ნიშნავს, რომ მეც მისმენდნენ. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ველაპარაკებოდი, იქ უშიშროების წარმომადგენლები, როცა მისმენდნენ, ტელეფონს კიდევდნენ ადვოკატის და კლიენტთან ურთიერთობას კონფიდენციალურობის პრინციპი რომ არ დაერღვიათ. მაჩალიკაშვილს უსმენდნენ, ვიცავდი, მაჩალიკაშვილს ვიცავდი. მაგრამ უსმენდნენ, დღესაც უსმენენ, დღესაც უსმენენ. დავით ნემსაძის ვიცავდი? ხო გამომჟღავნდა ფაილები და ორივე შიგნით ფიგურირებს ნემსაძეც და მაჩალიკაშვილიც. ფაქტია რომ უსმენდნენ, მაგრამ არ უსმენდნენ სასამართლო გადაწყვეტილებით, ისე უსმენდნენ. რასაც იტყვიან, სხვა შემთხვევაში იტყვიან, რომ ფარულად უსმენდნენ სასამართლოს ნებართვის გარეშე. კიდევ მესამე ერთ ქალბატონია, რომელსაც ამჯერად სასამართლო აქტით უსმენდნენ და დაუბრუნდები საქმეს. ის რომ მოსმენები მიმდინარეობს, ეს ახალი ამბავი არ არის. მოსმენები მიმდინარეობდა როგორც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მე მკვიდრეობით გადმოვიდა და აქაც ყველას უსმენენ. უსმენენ გამომძიებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და უსმენენ ყველას, ვინც არ მოსწონდა. ეჭვია, მეპარება რომ უსმენდნენ ზოდელავასაც და უსმენდნენ ახალაიასაც. უბრალოდ ქართული ოცნების სასამართლოს დღის მდგომარეობით მე თუ მეტყვი არ აქვს კანონიერი მოსმენის შესაბამისი ბრძანება და მთელი ეს პერიოდშიც დააკავეს და საქმეს რო გრიფით საიდუმლო დაედო, მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვამბობ, რაც მოხდა მუხროვანის ამბების საქმეზე, რაც მოხდა მაჩალიკაშვილის საქმეში, ზუსტად იგივე ყველა შემთხვევაში ედო გრიფი საიდუმლო. მხოლოდ იმიტომ, რომ მოსმენები იყო უკანონო, თუმცა მაჩალიკაშვილის შემთხვევაში საერთოდ არ არსებობდა არანაირი მოსმენის არც ჩანაწერები, ეს მერე ამოიღეს ის ვიდეო, მაგრამ მუხროვანის საქმე საერთოდ არაფერი არსებობდა, საერთოდ არაფერი. მაგრამ როცა ნემსაძეს უსმენდნენ, ხომ, იქ ნემსაძემაც აღიარა ყველაფერი, რაც კი გაუკეთებია, აბსოლუტურად პატაკებით იყო ჩამოლაგებული და კი ბატონო, ეს ფაილები გამჟღავნდა და ვინც გამჟღავნა, ის დღეს ციხეში ზის. გოგაშვილზე მაქვს საუბარი. მე ვფიქრობ, რომ გოგაშვილის ბრალდება იყო ძირითადად აი ამ ფაილების გამჟღავნება. და შეიძლება სხვა კიდევ რაღაცა იყო, მაგრამ იმ სხვებთან ერთად ესეც იქნებოდა. და გავაგრძელებ თემას, რომ ეს გრიფი საიდუმლო მოქმედ ხელისუფლებას ესაჭიროება მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ სასამართლო სისტემაში იპოვონ მოსამართლე, რომელსაც ექნება, ასე ვთქვათ, თავისუფალი ფანჯარა, სადაც დაფიქსირდება, რომ ვიტომ გამოძიება შევიდა შუამდგომლობით, რომ უნდა მოესმინა ახალაიასთვის და ზოდელავასთვის და მერე მოსამართლე ვითომ უკმაყოფილებს. მხოლოდ ეს იქნება უკანა რიცხვისთვის. უამრავი, ესე იგი შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს სასამართლო პრაქტიკა ამაზეა აგებული. უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ აი აქ ოცნების მმართველობის პერიოდში ამათ აქვთ ნამდვილად ლაპარაკები. ჩაწერილი. მე არ ვფიქრობ, რომ იქ ხელოვნური ინტელექტით დამონტაჟებული საუბარი გავიდა. არ არის ხელოვნური ინტელექტით. წადით და ჩაატარეთ, ხო გავიდა პირდაპირ ეთერში ეს საუბრები, წაიღონ ეს ჩანაწერი და ჩაატარონ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში. არის თუ არა ეს ხელოვნური ინტელექტით დამონტაჟებული ჩანაწერი? არა მგონია. თუმცა ყველას აქვს უფლება, მე შეიძლება ეხლა ვარღვევა და უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაგრამ ახალაიასთან მიმართებაში თუ დავარღვევ, ამას მე მგონი როგორმე ღმერთი მაპატიებს და კიდევ ის ვინც იმ პერიოდში გადაიტანა ყველაფერი ის, რაზეც ეხლა მე გამომდივარ აქ. და თურმე ახალაიას აქვს ძალიან დიდი აღშფოთებას იმ სასამართლოს მიმართ, რომელიც არ შეცვლილა, არც კანონმდებლობის შეცვლილა.
არც პროცედურაში არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად და ამ სასამართლოს მიმართ აქვს პრეტენზიები, რომ როგორ შეიძლება დაემუქრნენ მას, დაემუქრნენ მის ცოლს, რომ დაგიჭერთო და არ იცის რა მდგომარეობაში დაემუქრნენ მის შვილს მართლა? რამდენს ემუქრებოდნენ თქვენი მმართველობის პერიოდში, ოჯახებს აწიაკებდნენ და პირდაპირ ეთერში იღებდნენ ამას. ხალხი ოვაციებით ხვდებოდა. თქვენი მხარდამჭერები ოვაციებით ხვდებოდნენ, როცა მძინარე ოჯახს უვარდებოდით ტელევიზიებით, რუსთავი 2-ით, უვარდებოდით სახლში. მძინარეს, პატარა ბავშვებით. ისინი არ იყვნენ პატარა ბავშვები? იმათი შვილები არ იყვნენ? ამას ქვია ბედის ირონია. და გაამოთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ შენ არ დაგიჭირეს და ბევრი ის ნაციონალი და მათ შორის სააკაშვილი არ დაიჭირეს იმ ბრალდებით, რითაც უნდა დაეჭირათ. მაგრამ რომ შეეგუებინა ქართულ ოცნებას ის მასალები და გადაეცა ჰააგის სასამართლოსთვის და რომ გასამართლებულიყო ნაციონალური მოძრაობა, როგორც რეჟიმი, როგორც გასამართლდა ფაშისტური გერმანიის მმართველობის პერიოდი, ხო? მაშინ უნდა დაკავებულიყვნენ ყველა ის წარმომადგენლები, რომლებიც აფინანსებდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პირველ რიგში ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში 10 მილიონი ტყავს დაფინანსებული მიხეილ სააკაშვილი. 2008 წლის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილს ყველა დაჭერილი ყავდა, საქართველოს 1/5 ციხეში ყავდა და ხო არ გონიათ რომ ამ პირობებში როგორც ეს ოცნებას ყავს, მე არ ვაქებ ოცნებას. და ყველა გაუპატიურებული ყავდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ კასტილიანი კაცებით აღარ ხდება იქ გაუპატიურება და არავინ არ თქვას, რომ ეს დადგმული სცენარი იყო. იმიტომ რომ მე ვარ ადვოკატი და მე ზუსტად ვიცი რა ხდებოდა ბევრმა ჩემმა კოლეგამ იცის ზუსტად რა ხდებოდა იმ პერიოდის საქართველოს ციხეებში. ამიტომ ახალაიასგან გმირის შექმნა და ეს თქვა პროცესზე და ის თქვა აბსოლუტურად არაფერს არნიშნავს რა. იმიტომ რომ ეს კიდე ცოტა ახალაიას ოცნება არ უნდა ასამართლებდეს. ახალაია უნდა გაესამართლებინა ჰააგის სასამართლოს. და არა მარტო ახალაია და სააკაშვილი. არ შეიძლება კი მართლა დათა ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარი ძებნა მოიხსნა. მიზეზი რა არის? რაღაც უაზრობისთვის რომ ეძებენ? არა იმ ბრალდებით, რომელიც უნდა წაეყენებინათ. არამედ იმიტომ, რომ ევროპის სახელმწიფოებმა ჩათვალეს, რომ ეს არის უაზრო ბრალდება და მე ვეთანხმები. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება იმის თაობაზე, რომ მან პიჯაკების ღილებისთვის 50,000 გახარჯა, ეს არაფერი არ არის. ეს არის რომ ბუზი მოკლა კედელზე. რაც მაგას უბედურება აქვს საქართველოში დატრიალებული იმ ნულოვანი ტოლერანტობის გამო, რომლის კუდი მოდიოდა ახალაიებით, ძმებით და ბევრი ისეთი პირებით, რომლებიც იმ პერიოდში აი ამ რეჟიმის შენარჩუნებას უწყობდნენ ხელს. პარლამენტის წევრები იქნებოდნენ, მთავრობის წევრები იქნენ, იგივე გადმოვიდნენ აქ ზოგიერთი ცნობადი სახეების გარდა იგივე წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, თუ დღეს ახალაია გამოხატავს უკმაყოფილებას სასამართლოს წინაშე, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს.
და დღეს რომ მეუბნებიან ტელევიზიებით იმას რომ იცი რა თურმე ახალაიას უფლება ირღვევა მე თუ მეტყვი უფლების დარღვევა ეს არ არის უფლების დარღვევა ჩვენია ის რომ ახალაიას სააკაშვილს და ყველა მერაბიშვილს და ყველა ამ პირს არასამართლებს ჰააგის სასამართლო 2014 წლიდან სიკვდილით დასჯა გაუქმებულია საუბედუროდ მათთვის ეს ძალიან ცოტა იყო სიკვდილი მათთვის ძალიან ცოტა იყო ის ადამიანები რომლებიც იმ პერიოდში ციხეში მოკვდნენ ციხეც ბუნტის გამო ჯანმრთელობა შეერკათ უამრავ ადამიანს სად არის იმათი ბრალდებებიც იმათი ტანჯვის გამო პასუხისმგებლობა ერთადერთი მიზეზი რატომაც ესენი არ გაასამართლა ჰააგის სასამართლომ არის ის რომ ქართულმა ოცნებამ არ გადასცა შესაბამისი მტკიცებულებები და უნდა გავიხსენოთ ის რომ ეს მტკიცებულებები ტელევიზიების წინ ღარიბაშვილმა გაანადგურა თუმცა მე ძალიან ვეჭვობ იმას რომ ღარიბაშვილმა უშიშროებასაც არ დაუტოვა არანაირი ფაილები ძალიან ვეჭვობ რომ დღეს მდგომარეობით არ არსებობდეს ეს ფაილები სხვა საქმეა უკვე ის მომავალში და მე დარწმუნებული ვარ რომ არსებობს და ბოლო-ბოლო შეიძლება იმ ცოცხალი ადამიანების გამოკითხვა ვინც დღეს მდგომარეობით ცოცხალია რა გადაიტანეს იმ პერიოდში პატიმრობის დროს და თვითონ პატიმარების ოჯახის წევრების ვისაც გარდაეცვალა ციხაში ოჯახის წევრი ყოველ შემთხვევისთვის ცემას წამებას და იმ დანაშაულის ნიშნებს რომელიც ჰააგის სასამართლოს განსჯადია ხანდაზმულობა არ აქვს და თუ ვინმე ისეთი მოვიდა ხელისუფლებაში ვინც ჩემნაირად გაბრაზებულია ვინც ვერ ივიწყებს იმ სისხლიან 9 წელს მე დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გადასცემს ამ მასალებს ჰააგის სასამართლოს და იქ ნაციონალებთან ერთად გვერდით მიუჯდება ძალიან ბევრი ქართული ოცნების წარმომადგენლები ის ვინც ანადგურებდა მტკიცებულებებს ის ვინც ინაწილებდა იმ ქონებას რომელსაც ნაციონალური მოძრაობის დროს ეს ნაციონალური მოძრაობის იმ პერიოდი რეჟიმის შემქმნელი პირები ართმევდნენ ხალხს და ითვისებდნენ და დღეს ეს ქონება ნაწილი მე რაც ვიცი და მაქვს მტკიცებულება ამ ქონების ნაწილს კალაძე ისევ ნაციონალურ მოძრაობის წევრებს ურიგებს და თვითონაც კარგად იცის კალაძემაც და ყველა იმ პირობმაც ვის კართანაც მომდევნო პერიოდში შეიძლება დააკაკუნონ და მიუკაკუნონ სუსის წარმომადგენლებმა და ესაც მომდევნო გახმაურებული დაკავება იქნება საიმისოდ რომ მერე გადაფარონ ქართული მიწების არაბებზე მიყიდის საკითხი ალბათ იქ გაქანებული მშენებლობა მიმდინარეობს თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ვერც ერთი არაბი ვერ ჩამოსახლდება საქართველოში რა იმიტომ რომ ამის წინააღმდეგია მთელი საქართველოს მოსახლეობა და ეს უკვე კანონსაწინააღმდეგოს ხდის მათ აქ ჩამოსახლებას რა სასახლეებიც არ უნდათ იქ ააშენონ ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენ მიწას და იმ მიწაზე კიდე მისვლა უნდა თუ მივლენ იქამდე
თუ კონსტიტუციაში და ფაქტია, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ერთადერთი რაც ნორმალური გვიწერია ის, რომ მიწების გასხვისება აკრძალულია უცხოელებზე, მაშინ ეს მოქმედებს და იმათმა უნდა იცოდნენ, სად ყიდულობენ ამ უძრავ ქონებას. სადაც ისინი აპირებდნენ, რომ დასახლდნენ. ხო, მე მოусმინე კიდევ მოусმინე ამ ექსკლუზიურ ინტერვიუს. ახლა ეს ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც გუშინ გავიდა თუ გუშინ წინ ინტერნეტ სივრცეში, მე მგონი ტელევიზიითაც გავიდა და დამჭა წარმოდგინა იმაზე, რომ ახალაიას თავისი ხალხი ყავს ბიძინასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ან იცის ეს, ან თუ არ იცის მისი ინტერვიუს, კარგად უნდა მოусმინოს, იმიტომ რომ ის საუბრები, რომელიც მეხუთე, მეშვიდე წუთში სრუალეთში ახალაია საუბრობს, რას ლაპარაკობს მის შესახებ ბიძინა ივანიშვილი, ძალიან არ გამიკვირდება, რომ თქვა იცოდეს ახალაიამ რა საუბრები აქვს და რა წარმოდგენა აქვს ბიძინა ივანიშვილს მასზე და რა პოლიტიკას ეწევა მის მიმართ, თუმცა ბრალდებას, რასაც ედავებიან ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ხომ, ასეთი წინადადებით ამთავრებს ახალაია, რომ არ არის ძნელი დასამარცხებელი ივანიშვილი. კი, ძალიან ძნელი დასამარცხებელია. იცი რატოა ძნელი დასამარცხებელი? იმიტომ რომ მას ფული აქვს. მას საქართველოს სახელმწიფო, მას მარტო თავის ფული კი არ აქვს, მას აქვს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ჩაბარებული, რომელსაც ისე ანაწილებს, როგორც კუხნაში დანაჩანგას სტუმრების მიმართ. რო ურიგებს ხოლმე აი ესე. იმიტომ რომ შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები აქვთ მისთვის სასურველ თანამდებობის პირებს და პირველ რიგში ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც დუმილს ინარჩუნებს. ასევე უამრავი, რა ვიცი, პირველ რიგში მე სახალხო დამცველი იმიტომ გამოვყავი, რომ ის არის ვალდებული დღეს მდგომარეობით აქცევდეს ყურადღებას იმ აქცენტებს, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევა ნამდვილად მიიჩნევა, მაგრამ თქვათ მას უკვირს გაოცებას ვერ მალავს, რომ რუსთაველი იკეტება. იმიტომ რომ შეიძლება ქუჩა დაიკეტოს 1 წლის განმავლობაში, ხო? იმით არ ინტერესდება რა პრეტენზიები აქვს თვითონ მომიტინგეებს. რატომ არიან უკმაყოფილონი? არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია იმაზე, რომ ხელისუფლებამ არ უარყო ფაქტი მომწავლელი ნივთიერების გამოყენების და სახალხო დამცველი დუმს. მსგავსი ცხოვრებაში არ მინდა ზრდილობის გულისთვის ერთი სიტყვა რომ ეთქვა, ხო შეიძლებოდა. და დღეს უკვირს სახალხო დამცველს, რატომ არის 1 წელი გადაკეტილი ეს რუსთაველის გამზირი. სამაგიეროდ თუ გადავხედავთ მათი დუმილის ფასს ყოველ თვე, უკვე გასაგები ხდება. რატომ ინარჩუნებენ დუმილს? რატომ არის რომ ყოველ არჩევნებში ოცნება იმარჯვებს საქართველოს ტერიტორიაზე? აბა გადახედეთ CSKO-ს თავმჯდომარის ხელფასს. სასამართლოს რომ დაეკმაყოფილებინა თუნდაც ერთი უბნის გადახედვა, გახსნა და გადახედვა, მე დავიჯერებდი, რომ აი ამ გამოცხადებულ არჩევნებში ის ციფრი, რომელიც ოცნებამ თვითონ დაიწერა, რაღაც პატარა ნიუანსში მართალია თქო. მაგრამ არც ერთი ყუთი არ გახსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს
ეს ციფრი, მოგონილი ციფრია იმის გულისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამას ქვია მიტაცება, ხელისუფლების მიტაცება. და მე უკვირს სახალხო დამცველს, უკვირს ხელისუფლების ძალა, რატომ გამოდის ხალხი გარეთ. და აქვთ უჩნდებათ სურვილი, რომ ყველა ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს, მოკლან და მოწამლონ. ვის მოუვიდა აზრად, რომ მომიტინგების წინააღმდეგ გამოეყენებინათ ქიმიური ნივთიერება. მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, რა თავში მოიხარშა, ვის თავში მოიხარშა. რომ მოდი, ვისაც ჩვენ არ მოვწონვართ, მოვკლათ. და დღეს ასამართლებენ ლილუაშვილს, იმიტომ რომ გავიდა ეს ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვერ აცდებით ჰააგის სასამართლოს რა. ვერ აცდებით. აქეთი რაღაცა მიწერს. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ვერ უპასუხებ ვერცერთ შეკითხვებს. მე გავაგრძელებ და ალბათ რო დავამთავრებ ჩაწერას, მე უპასუხებ, მე გავცემ პასუხს. მინდა გითხრათ, რომ ყველა კომენტარს გავცემ პასუხს, თუ რამეს თქვენ აზრს გამოხატავთ იმ პოზიციასთან მიმართებაში, რასაც ეხლა მე აქ ვამჟღავნებ. მაგრამ დაუბრუნდები თემას და გავაგრძელებ, თუ ლილუაშვილი დაჭერილია სატენდერო თანხების მითვისებისათვის. ესე იგი, ნიშნავს, რომ ლილუაშვილმა კონკრეტული თანხები მიითვისა. მაგრამ ეს რაღაცით უნდა მომხდარიყო ვიღაცა კომპანიების სახელით. იმიტომ რომ ის ტენდერში რომელიღაცა კომპანიებმა გაიმარჯვეს. და ჭი არ მეპარება, რომ უმრავლეს შემთხვევაში 99.99% ეს არის ქართული ოცნების პარლამენტის წევრის ოჯახები. ოჯახის წევრები ან მათი ნათესავები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ. და არც ერთი იურიდიული პირი და არც ერთი ფიზიკური პირი, ესე იგი ამ იურიდიული პირის წარმომადგენლები პასუხისგებაში არ არიან მიცემული. თუ ეს მარტო ლილუაშვილია დამნაშავე? თვითონ ლილუაშვილმა შეიტანათ სატენდერო წინადადებები და თვითონ ლილუაშვილმა არ შეასრულა სამუშაოები? ამ კითხვები არ უჩნდებათ? რანაირად შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პირი დამნაშავე? ყველამ ვიცით, რომ კალაძე ურევია და ის ვიღაცა ბაღების მართველი კიდე. მაგრამ ის შეპესე, ვისაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა და 2019 წლის შემდეგ ეს რამოდენ 2025 წელიწადში სულ ცოტა 5 იურიდიული პირი უნდა იყოს წელიწადში ერთხელ მაინც ხო უნდა იცვლებოდნენ. სად არიან? ესაც ხომ არის შერჩევითი სამართალი? ამას სხვა სახელი ამას არ ქვია. ესე იგი, თელმა საქართველოს ვიცით, რომ რაც ოცნება მოვიდა ყველა თანამდებობაზე. წამყვან თანამდებობაზე, მათ მოადგილეებზე, რომ არის ნეპოტიზმი, რომ არის ნაცნობობა, რომ არის ახლობლობა, არავინ ისე რო არ ინიშნება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ნაწილდება საქართველოს ბიუჯეტი. როგორ მიაქვს 13 წლის მანძილზე საქართველოს ბიუჯეტის სახში. სახში წაღებას ვეძახი, როცა პარტიის ხელმძღვანელი ამას კობახიძე ერთმევა თუ ივანიშვილი ერთმევა არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კობახიძეც არის ივანიშვილის პაიკი, ასე ვთქვათ, და სხვა დანარჩენებიც კიდე.
მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილს გადანაწილებული აქვს საქართველოს ბიუჯეტი, 13 წელია საქართველოს ბიუჯეტს ანაწილებს ვიღაცების ოჯახში, ასე ვთქვათ. შეუსაბამოდ მაღალი ხელფასებით, შეუსაბამოდ მაღალი პრემიებით, შეუსაბამოდ თანამდებობის სარგოებით, იქ ბენზინები ურიგდებათ, რაღაცები ურიგდებათ. და მე ძალიან მაინტერესებს მოსახლეობის აზრი, როცა გავისტუმრებთ ამას, დავიჯერო, უნდა შევარჩინოთ ამ თანამდებობის პირებს, ყველა ის წაგებული თვეში 15,000 ლარი მინიმუმ, რო ინიშნავენ ხელ, უნდა შევარჩინოთ? ეს ხო ჩვენი ფულია. ეს ხო ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი ავადმყოფებისთვის, ეს ჩვენი ფულია. და მე მაინტერესებს, ყველა თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, რა უნდა გაუკეთოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვათა შორის ეს ხელფასის ზრდა ამათ მოგონილი არ არის, ქოცების მოგონილი. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შეიქმნა ტერმინიც კი შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები და შეუსაბამოდ მაღალი პრემიები. და ამათ რა თქმა უნდა, როდის უღალატეს ახლა ნაციონალ ყოველთვის მოსწონთ რა მემკვიდრეობას მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან. და შესანიშნავად იყენებენ ყველაფერს. დღემდე თვითონ. არავინ არაფერს არ ვიტყოდით, რომ რატომ არ გადაეცი ჰააგის სასამართლოს და შენ რატომ არ გაასამართლე? შეეძლოთ, რომ აი ხო პირობითად ვამბობ, ხო შეიძლებოდა რომ არ გადაეცათ ჰააგის სასამართლოსთვის და თვითონ გაისამართლებინათ. ნაციონალური მოძრაობა. და 13 წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობა არ ჰყოლოდათ, როგორც ესეთი შირმა, რომ თუ მე ხმას არ მომცემ, აგერ მოვა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაშიო. არ გააკეთეს. არც თვითონ და ეხლა დაიწყეს ნაციონალური მოძრაობის წევრების გასამართლებისთვის სპეციალური კომისიის შექმნა, თუმცა დაამთავრა ამ კომისიამ მუშაობა, მაგრამ საბოლოო შედეგებში ვხვდებით იმას, რომ საკუთარი გუნდის წევრების დაჭერა დაიწყეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ასამართლებენ ისევ პიჯაკის ღილების ყიდვის გამო, ის რომ ჯარის კაცები წვიმაში ჯარისკაცებს წვიმაში ჩაუტარა წვრთნა და ასამართლებენ იმის, რომ Wi-Fi-ს იყენებენ. მე რატომ აქვსო ახალაიას დიდი პრეტენზიები სასამართლოსთვისო? ხო? მართალია. ხვალ რომ ახალაია გამოაცხადონ პოლიტიკურ პატიმრად არ გამიკვირდება. იმიტომ რომ უსუსური ბრალდება. მე არ ვიცი, ხვალზე რო დადებს ქართული ოცნება, რომელი მოსამართლისგან დადებს ბრძანებას და როგორ გაამყარებენ ამ უკანონო მოსმენას, მე რატომღაც ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, თქო ისაც შეიძლება ესაც არ გქონდეთ. რავი, ესეთი შტევები არიან. რა შეიძლება ესეც არ გქონდეთ. თუმცა მე ქოცების პერიოდში ბოლო პერიოდში მე ვამბობ, სადღაც მოგვიანებით პერიოდში 19-20-ზე მათ იმ საქმეებზე, რომელზეც მე გამოვდიოდი, ჰქონდათ მეტნაკლებად მოსმენების შესაბამისი ჩანაწერები. რამდენად აკეთებდნენ, მერე სასამართლო ამასაც აკეთებდნენ. ისე როგორც ამას აკეთებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში. ეხლა მაინც მეტნაკლებად სასამართლო განჩინებები და დადგენილებები და ასე ყველა სასამართლო დოკუმენტი არის მკაცრად აღრიცხული დოკუმენტი, იმას თავისი შიფრი აქვს და იმას თავისი ნომერი აქვს, საქმის ნომერი. დოკუმენტი როდის იტვირთება, თავისი შიფრი აქვს.
და შესაბამისად ცოტა შეიძლება გაუჭირდეთ. და ზუსტად ეს პროცედურები მიდის ახლა. მე თუ მეტყვი 100-ია ამ ეტაპზე. და მაშინ გამოაჩენენ ამ საუბრის რეალურ ჩანაწერს თავიდან ბოლომდე, როცა იქნებათ მოსამართლის შესაბამისი ბრძანება. როცა ამას ჩადებეთ საქმეში, გრიფის საიდუმლო მოეხსნება. ასე რომ არაფერი არ შეცვლილა. 20 თლიანობაში 22 წლის მანძილზე. რეალურად შევარდნაძის დროს, რომ სისხლის სამართლის საქმეებს ვაწარმოებდით, ზუსტად იგივე სტილით მიმდინარეობს დღესაც სასამართლოები. ზუსტად იგივე. 22 წლის მანძილზე ტექნოლოგია შეიცვალა. და ამ ტექნოლოგიის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ გამომძიებლები უბრალოდ კამერებს უყურებენ და ტელეფონებს უსმენენ. სხვა საქმეში არაფერი არ არის მნიშვნელოვანი ხოლმე წარმოდგენილი. სასამართლო გადაწყვეტილებებსაც მერე იღებენ, ყველაფერს მერე ისე აკავნენ, უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ შევარდნაძის პერიოდში სასამართლოებს ეძებდნენ გამომძიებლები. იქ არ არსებობდა განსჯადობა. პირობითად ვამბობ, თუ დაიწყებდა ხაშურის რაიონის სასამართლო პატიმრობის შეფარდება, შეიძლება გამომძიებლის მერე მიემართა გორის სასამართლოსთვის ან თბილისის სასამართლოსთვის. და ესენიც გასცემდნენ ბრძანებებს. და იგივე სიტუაციაა, ცოტა ოდნავ გამკაცრდა. ასე რომ როცა არაფერი არ იცვლება, მაშინ იცვლება ხელისუფლება. ამიტომ რაც არ უნდა დაჭერები გაგრძელდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა ხანში კიდევ გახმაურებული დაჭერების გავიგებთ ჩვენ. ყველაფერი იქნება იმის გამოძახილი არა ის, რომ უირა კორუმპირებული ყოფილ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კორუმპირებული იყო და არის და სანამ ოცნება იქნება, კორუფცია ყოველთვის იქნება, ესენი ამაზე არიან აგებულები. ამათ ტვინში სხვა სქემა არ იხარშება. ამიტომ ერთადერთი, რასაც ხალხი ვითხოვთ დღეს და რა ინიციატივითაც გამოვდივართ, ეს არის ის, რომ ჩვენ გვინდა ქვეყნის დასავლური კურსი. ჩვენ არ გვინდა რუსეთი. და თუ დღეს სახელმწიფო კურსი შეიცვალა, ხალხმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ შევცვალოთ ხელისუფლება. და თუ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს, და თუ ხელისუფლება კანონმდებლობას, თავის ხელისუფლებას ბოროტად იყენებს, იმიტომ რომ ამ კაცრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნაციონალებიც ისე იყვნენ. ბოლოს იმის გვეშინოდა, რომ კუხნაშიც ვერ ვილაპარაკებდით ვერაფერს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სააკაშვილის, ახალაიების, მერაბიშვილების და ამ ჯგუფის წინააღმდეგ. კუხნაშიც კი გვეშინოდა საუბარი. თქვენ ასეთები მთლად ოცნების წარმომადგენლები ასეთები არ ხართ და იმიტომაც არის, რომ კიდევ უფრო გაიხანგრძლივეთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. და ჩვენ გვინდა დასავლური კურსი. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ სამართლიანობა მართლა აღდგეს, მაგრამ არა თქვენი ხელით, იმიტომ რომ თქვენც ისეთივე კორუმპირებულები გახდით, როგორც ადრე და როგორც ახლა თქვენ რისი გულისთვისაც თქვენ ახლა ასამართლებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 13 წელია გასული იქიდან. ხან ღილების გულისთვის, პიჯაკების გულისთვის და რავი, კიდე რას მოიგე ტელეფონით სარგებლო, ინტერნეტით სარგებლობის გულისთვის. დიდი ხანი არ გიწერიათ, მინდა გითხრათ. როდემდე გააყალბებთ არჩევნებს არ ვიცი. ის რომ ახალაია ამ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ არც ისეთი ძნელი და სამარცხებელია სააკაშვილი რა, ივანიშვილი, რა სხვაობა.
სხვაობა არის მარტო კასტილიანი კაცი და დუბინიკები. Всё, მეტი არაფერი არ არის სხვაობა ამათ შორის. როცა ამბობს ახალაია, რომ არ არის ძნელი დასამარცხებელიო, ხო? მე ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ძნელი დასამარცხებელია. ხელისუფლება მის ხელშია, დამლაგებელსაც კი ის ნიშნავს. იმაზე მეტი ხელისუფლება აქვს, ვიდრე სააკაშვილს ჰქონდა. იმიტომ რომ იმის გულისათვის, რომ მასზე მოერგოთ კონსტიტუცია ორჯერ გადაწერეს უკანონოდ და მოგვიწევს ჩვენ იმაზე დავარო კონსტიტუცია გვაქვს უკანონო. თვითონ კონსტიტუცია გვაქვს უკანონო. მე აღარ ვამბობ იმას, რომ შევარდნაძემ, რომელმაც დაწერა ეს კონსტიტუცია, თვითონვე დაიწყო თავის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. მოვიდა სააკაშვილი, იმდენი ცვლილებები განახორციელა, თქვენ დღესაც რო გადახედოთ კონსტიტუციას, უამრავ მუხლებში უამრავი ცვლილებებია. ესენი რომ მოვიდნენ, ადგნენ, სულ თავიდან ბოლომდე გადაწერეს თან ორჯერ. იმიტომ რომ ვეღარ დაიტევდა კონსტიტუციის პრეამბულა და თითოეული მუხლის მითითება იმ სიტყვების, ცვლილებებისა და იმეებს ისტორიას და ადგნენ და დღეს რომ ნახოთ კონსტიტუცია მხოლოდ ორი მითითება 2017 წლის ნოემბერი და 2018 წლის მარტი. ისე არის. და გამოდის რომ ვითომ ორი ცვლილება განახორციელეს კონსტიტუციაში მაშინ როცა ყველა მუხლი გადაწერილია. სულ ყველა მუხლი. ყველაფერი წაგვართვეს. აბსოლუტურად. და ჯერ კიდევ შედეგები გვაქვს წინ ის რომ პრეზიდენტი ტლუკვავს ეს არაფერია. ყველა თანამდებობის პირი რომ ტოლუ არის ეს არაფერია ჯერ კიდევ. და როგორ უნდა ჩატარდეს მომავალი არჩევნები. ნაკლებად დავეთანხმებოდი იმას, რომ აუცილებელია ამათი წასვლა განმეორებითი არჩევნები. ეს განმეორებითი არჩევნებზე მინდა გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეგახსენოთ ისევ ჩვენი გამოცდილება განმეორებით არჩევნებზე. 2008 წელს თუ გახსოვთ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილი გადადგა. ჯერ იყო პარლამენტის არჩევნები 2007 წელს და 2008 წელს სააკაშვილი გადადგა და რეფერენდუმი ჩატარდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რა დროს ჩატარებული იყო. სწორედ ამ პერიოდში იყო, როცა საქართველოს მოსახლეობამ აირჩია დასავლური კურსი და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ამით მოსახლეობამ გამოხატა ნება, რომ უნდა დასავლეთის კურსი და არა რუსეთის კურსი, რაც პრიორიტეტია ყველასთვის აბსოლუტურად და მეორე საკითხი რომ თვითონ გადადგა. ერთი წელი მოიკლო 4 წლიანი საპრეზიდენტო მმართველობისას. და იმ საარჩევნო პირობებში მაშინ როცა ამ საარჩევნო კოდექსთან შედარებით ის საარჩევნო კოდექსი უფრო დემოკრატიული იყო ვიდრე დღევანდელი, იმ საარჩევნო პირობებში ზუსტად იცოდა რომ გაიმარჯვებდა, აი ზუსტად მაშინ დააფინანსა იმ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში ივანიშვილმა სააკაშვილი 10 მილიონი ლარით. იგივე მოხდება ეხლაც. თუ კანონმდებლობა არ შეიცვალა, ოცნება, რომელსაც ძალიან უნდა ლეგიტიმაცია, ჰაერივით ესაჭიროება ლეგიტიმაცია, ოცნება ამ განმეორებითი არჩევნებით ასე ვთქვათ, გაიправებს თავის მმართველობას. და ჩვენ მოგვიწევს კიდევ მომდევნო 4-5 წელი ამათი ხურება. რისი სურვილიც მე მაგალითად არ მაქვს. მე უკვე დიდი ხანია ეთერში ვარ
დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ვინც მიყურეთ, მე შეგახსენებთ, რომ თუ მოგეწონათ გადაცემა, მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და ფიქრობ, რომ ისე განვითარდება მოვლენები, რომ ჩვენ ცოტა ხშირი პერიოდულობით შევხვდებით უკვე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.